ისავლე დღეს დასაქმდი ხვალ. პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებში მონაწილეთათვის სერტიფიკატები დამზადდა. პროექტში ჩართულმა 1000-ზე მეტმა ზესტაფონელმა მონაწილემ ჩვეულებრივი და წარჩინების სერტიფიკატის მოპოვება შეძლო. ზესტაფონი ერთ-ერთი ქალაქი იყო იმ 20 ქალაქს შორის, სადაც მსურველებმა ორთვიანი ტრენინგები ინგლისურში, პროფესიულ უნარებსა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში გაიარეს. სერტიფიკატების გაცემა რესურს ცენტრში უკვე მიმდინარეობს. დღეს ჩვენ ვახდენთ რესურს ცენტრში იმ სერტიფიკატების დარიგებას, რომელიც ტრენინგის მონაწილეებმა დაიმსახურეს შესაბამისი ტესტირებებით. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბოლოს ორთვიანი ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირებები, რომელთა საფუძველზედაც ისინი გახდნენ სერტიფიკატის მფლობელები. ჩამოვიდა სულ 1000-მდე სერტიფიკატი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთი და იგივე პიროვნებამ სამივე მიმართულებით, ზოგიერთმა სამივე მიმართულებით გაიარა ტრენინგი, არის წარჩინების სერტიფიკატი და არის ჩვეულებრივი სერტიფიკატი. ძალიან ბევრმა მსმენელმა, ზესტაფონელმა სასიამოვნოა, რომ სწორედ წარჩინების სერტიფიკატი დაიმსახურა. აქ იყო ქულების რაოდენობაზე დამოკიდებული წარჩინების სერტიფიკატს მიიღებდა მსმენელი თუ ჩვეულებრივ სერტიფიკატს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მსმენელები ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დასაქმებული, სერტიფიკატებს გამოიყენებენ მიზნობრივად, დასაქმდებიან. პროექტის აზრიც სწორედ ეს იყო, ასე ერქვა პროექტს ისწავლე დღეს და დასაქმდი ხვალ. მათ ვისაც არ მიუღიათ კუთვნილი სერტიფიკატი, რესურს ცენტრს უნდა მიმართონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციით. გამოდი, იცი, სტუმარი გვეწია. იცით? მე სტუმარი არა ვარ და საერთოდ იომოდო. ყველანი ამ ქვეყნის სტუმრები არა ვარ. გრიშა. სერგო. სერგო. გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებების მარადიული თემა. პერსონაჟები, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ. ლიტერატურული გმირების სასცენო ვერსია საპრემიერო ჩვენებაში. უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის დასმა პრემიერა წარმოადგინა. იგი სიყვარულისათვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი. მსახიობები, რომლებიც ლიტერატურული ენით საუბრობენ მაყურებლებთან, დიალოგი, რომელიც ადამიანს ყოველთვის იმ მისიისკენ უდიდებს, რისთვისაც ის დედამიწაზე მოვიდა. ღვთისმოსავი გრიშას მთავარი გზავნილი ნაწარმოებში და სცენიდანაც მხოლოდ ურთიერთსიყვარულია. ამ როლზე მუშაობისას ერთი რაღაცაზე შევთანხმდით ჩვენ და რეჟისორი, საერთოდ თანამოაზრეობა ძალიან კარგია. გრიშა ბატონ გურამს ყავს აი კეთილშობილი ადამიანი, ღვთისმსახური ადამიანი და ღვთისმოსავი ადამიანი. მე ესე უყურებ და ესე აღვიქვი. აქ იმდენად არის გადმოცემული ზუსტად ყველაფერი. აქ გუშინ ეხლა კიდევ კითხულობდი და იმდენი სიღრმეები აქვს ბატონ გურამს თვითონ, რომ ეს თვითონ საინტერესოა მთლიანად თემა. ანუ ადამიანი ადამიანისთვის და საერთოდ ყველაფერს მაგალითებზე აკეთებს და აი ეს თვითონ ჩანს ყველაფერი ნაწარმოებშიც, პიესაშიც, როგორც არ უნდა გააკეთო. ამას ვერ აცდები ვერანაირად. და ყველაფრისათვის დიდი მადლობა და მე როგორც ხედავ, ალბათ ეს მივიდა. თავარი სიყვარული მივიდა ამ ქვეყანაზე, რაც არის ყველაზე მთავარი, მივიდა მაყურებელმა. მე ესე ვგრძნო. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერი დღე იყო დღეს ზესტაფონის თეატრისთვის, იმიტომ რომ მაყურებელმაც ნახა და თქვენს ნახეთ, რომ როგორ გაგვაერთიანა აი ნორმალურმა და კარგმა პიესამ, უძლიერესმა პიესამ და კარგი ადამიანის შექმნილმა პიესამ. ეს იყო ჩვენი ღმერთთან საუბარი. ჩვენ დღეს სცენაზე ვინც ვიდექით, ჩვენთან იყო დღეს ღმერთი და ამიტომ გავერთიანდით. ამაზეა ზუსტად ეს პიესა და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ზაზა წაკაძეს აი ამ ერთიანობისთვის, აი ამ სიყვარულისთვის. ჩვენ მთელი ეს თვენახევრის განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი. ერთი მაღალი სიტყვა არ ყოფილა. რეჟისორის მაღალი შეძახილი არ ყოფილა, მაპატიეთ ემოციით ლაპარაკობ. დიდი მადლობა მაყურებელს, ყველაფერი გაიგო, ყველაფერი მიიღო. ყველაფერს თავისი რეაქციები ჰქონდა და რა ვიცი, უბედნიერესი დღეა დღეს ყველა ჩვენთაგანისთვის. დიდი მადლობა ყველას თქვენს, რა თქმა უნდა და მიყვარხარ ჩემო ზესტაფონელები. სპექტაკლში ერთგვარ სინთეზს ქმნის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რომელიც რეჟისორის ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მსახიობებს ამაში კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი დაეხმარა. 10 წლის შემდეგ სპექტაკლში პირველი როლი ჰქონდა გია მომლაძეს.
10 წლის მერე და ეს თუ რამე გაკეთდა და თუ რამე შევძელი მე ეს გაკეთდა დიდი სიყვარულით, დიდი მეგობრობით, დიდი მონატრებით, დიდი ძმაკაცობით და ჩემი ზესტაფონის დიდი სიყვარულით თქვი გენაცვალეთ. სპექტაკლს ნაწარმოების ავტორი ბატონი გურამ დოჩანაშვილიც ესწრებოდა. მან სცენიდან უთხრა მადლობა მსახიობებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიხარჯნენ და მაყურებლამდე მთავარი გზავნილის მიტანა შეძლეს. ბატონ ზაზასთან ჩვენი თანამშრომლობა პირველი არ არის და ყოველთვის სიდრა ეხლა მხოლოდ ბატონ ზაზასთან ერთად აი საოცარი შრომა დავინახე იცით მსახიობების აი ყველას იმ ხატვის ეს მუსიკალური შერჩევა ძალიან ბედნიერი ვარ ამ სპექტაკლით და მთელი იმ კეთილგანწყობით აი ხალხი რო ხედავი და რა ვიცი დარბაზები გახარებული იყო ძალიან და მათთან ერთად რა თქმა უნდა მეც ბედნიერი და გახარებული ვარ. დიდი მადლობა ამ თეატრს და რაც ღმერთმა ქნასო თეატრის როლი მოგეხსენებათ რა დიდ როლს თამაშობს მართლა ჩვენი ხალხისთვის და ეს ნეტასო ესეთი აღმავლობით როლს თეატრებსო რაღაც ცოტა ვერ იყო ამ ბოლო 10 წლეულებში თეატრში და ნეტა ესეთი აღმავლობით იყოს ყველგან ყველა ქალაქში რაც ჩვენ დღეს რა ვიცი მე მგონი ერთად გავიხარეთ. სასიამოვნოა რომ დოჩანაშვილის მწერლობამ დაემკვიდრა ადგილი ზესტაფონში და უდიდესი მწერლის ქართული ისმის სცენიდან. რეჟისორი გოჩა კაპანაძე საპრემიერო ჩვენების შესახებ. მიხარია რომ ზესტაფონში ამ შესანიშნავ თეატრში დოჩანაშვილის მოდი ასე ვთქვათ მწერლობა დაემკვიდრა ადგილი. მისი ლიტერატურა ისმის სცენიდან, მისი ქართული ისმის სცენიდან და ბატონი გურამი ეს არის ქართული მწერლობის ერთ-ერთი დიდი კლასიკოსი და დარბაზში ბრძანდება, ეს უკვე ძალიან დიდი პატივია და რა თქმა უნდა დასის შეხება ამ დიდ მწერალთან ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ფორმით ეს არის ნაზავი ლიტერატურული თეატრისა და რა თქმა უნდა იმ თეატრალურ ფორმას შორის, რასაც გვექმედების ენა, ზაზას აქვს ეს ძალიან კარგად დაჭერილი, ძალიან კარგი მუსიკალური გაფორმება არის, ძალიან კარგი ქორეოგრაფია და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს სპექტაკლში, მსახიობებიც, მოცეკვავებიც, მხატვრობა ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო სინთეზია რეჟისორის ამ მხრივ, ფორმის მხრივ. თუმცა საკმაოდ ძნელი ალბათ, იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროში გაკეთდა ეს ყველაფერი. მე ვიტყოდი რომ თეატრი მთლიანად გარდართული იყო და დაეხმარა ზაზას ეს ტექნიკური მხარე, რომ დაეძლია და არ ეფიქრა დეკორაციაზე, კოსტუმებზე და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მე მინდა ვთქვა რომ მაყურებელი ძალიან კარგია რომ უსმენს, იმიტომ ძალიან ძნელია ამ პერიოდში, როცა შენ გადაჩვეული ხარ ქართული სცენიდან კარგი ლიტერატურის მოსმენას, მაყურებელი ძალიან გასასვლელი უსმენს დარბაზში და რეაქციებიც ისეთი აქვს, როგორიც უნდა იყოს. სპექტაკლი რეჟისორმა ზაზა წაქაძემ 10 წლის შემდეგ აღადგინა. პირველი ჩვენება მან ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სცენაზე განახორციელა. მისი თქმით, დოჩანაშვილი ის თემაა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნება 21 და 25 საუკუნეშიც. ჯერ თავისთავად ბატონ გურამის ზესტაფონში ჩამოსვლა ცალკე ზეიმია, ესაც ცალკე დღესასწაულია. და მეორე ის რომ გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებია მე 21 საუკუნის დასაწყისში კი არა, ალბათ 25 საუკუნეშიდაც სულ პრობლემატური იქნება, იმიტომ რომ აქ არის ნამდვილი ადამიანის სიყვარულზე, გულზე ლაპარაკი და იმ პრობლემაზე, რომელსაც არასდროს არ უნდა დაშორდეს ადამიანი რა. ესე მგონია ეხლა რომ მეორედ დავიბადე, იმიტომ რომ დღეს რომ მაყურებელმა როგორც მიიღო ეს სპექტაკლი, მე არ მოველოდი თუ ესე ნამდვილად არ მოველოდი რომ ესე მიიღებდა რა და როგორც მიიღო ეს ის პრობლემები, რაც გრიშას აწუხებს დღეს რომ აქტუალურია, ამით ვარ ბედნიერი. დიდი მადლობა და დღეს კიდევ ერთხელ დავწუნდი თეატრს უნდა ძალიან გვერდში დგომა. თეატრს უნდა ძალიან გვერდში დგომა, რომ თეატრმა სიტყვა თქვას და ზესტაფონში აუცილებლად უნდა იყოს თეატრი. სპექტაკლი თეატრალებმა ახლახან გარდაცვლილი მსახიობის ნუგზარ შიუკაშვილის ხსოვნას მიუძღვნეს. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სპექტაკლი დღევანდელი მიეძღვნა ჩვენს თეატრზე დიდ ამაგ დადებულ კაცს ნუგზარ შიუკაშვილის ხსოვნას, ჩვენი მეგობრის, ჩვენი კოლეგის, უფროსი კოლეგის, რომელიც როგორც ბურჯი ისე იყო ჩვენი თეატრისთვის და სულ აი რამოდენიმე დღეა რაც აი ამ სცენიდან უგანასწორზე გავაცილეთ. აი მის ხსოვნას მიეძღვნა და თუ ეს შედგა და თუ ეს მოეწონა მაყურებელს, ძალიან მახარებს ეს ამბავი.
საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის პირველი რიგის საჭიროებების დაფინანსება. თემში განსახორციელებელი პროექტების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თემის საერთო კრება. გამოიყენე შენი უფლება თავად განსაზღვრო შენი თემის პრიორიტეტები. იყავი აქტიური მოქალაქე და ჩაერთე შენი თემის მართვაში. პროექტი ჩაერთე შენი თემის მართვაში ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.